ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. მოდი სასაფლაოს და გამახსენდა პუტინი. ხო, კარგი დასაწყისია. სწორი დასაწყისია, განსაკუთრებით აგვისტოს დასაწყისისთვის საქართველოში. მაშასე, თქვენთან არის სპეციალური გამოშვება ვაშა გადაცემის. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოგითხროთ, დიდ მოგზაურობას მოითხოვს დროსა და სივრცეში. ერთი საუკუნით უკან. ჩვენ ახლა ვართ ლატვიაში. ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომლის სახელსაც არ გეტყვით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქის სახელი თქვენ არაფერს არ გეტყვით, ამიტომ ყველათ არ გადაგღილით ინფორმაციით. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ლატვიის პატარა ქობულეთი. და ვიმყოფებით ამ ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე, ცენტრალური სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელში. როგორც ხედავთ, ეს არის სამანქანო გზა, რომელიც შემოდის ამ სასაფლაოზე. ცენტრალურ შემოსასვლელში, როგორც კი შემოდიხართ, არის ეს საფლაო მემორიალი, რომელიც აგაჩნდა სულ რამდენიმე წელია, დაახლოებით 7 წელია. მე ამ სასაფლაოზე დავდივარ ალბათ ერთი 20 წელია, იმიტომ რომ აქ არის დაკრძალული ჩემი მეუღლის ოჯახის რამდენიმე წევრი და შემიძლია მე პირადად დაგემოწმოთ, რომ ეს საფლავი, ეს მემორიალი აქ არ ყოფილა. გაჩნდა დაახლოებით 7 წლის წინ და მაშინ ვკითხე ჩემს სიმამს, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო. რაზეა და ვიზე არის მეთქი ლაპარაკი, მან არ იცოდა, დარწმუნებული ვარ ახლა ქალაქში რომ გაიარო და იკითხოთ, ვისი მემორიალია და რატომ არის აქ, 99% თუ 100 არა, პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ თავიდან დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა აი ეს ჯვარი, რუსული ჯვარი როგორც ხედავთ და წარწერა, რომელიც მას ამშვენებს. ლატვიურად და რუსულად დაფა წარწერა და ჯვარი ეძღვნება რუსული საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც დაეცნენ 1914-1918 წლებში. რა უნდოდა აქ საიმპერატორო არმიას 1918 წელს? ეს არის ალბათ ყველა საინტერესო კითხვა იმის გავთვალისწინებით, რომ ამდენი ისტორია მე მგონი ყველა ვიცით 1918 წელს რუსეთში იმპერატორი აღარ ყოფილა. იმპერატორი გადადგა 1917 წლის თებერვალში, თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაუშვეს ციმბირში, ტობოლსკში, სადაც ფაქტიურად შინაპატიმრობაში იყო, შემდეგ კი უკვე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ შინაპატიმრობა გაუფორმეს და გადაიყვანეს სხვა ქალაქში, სადაც დახვრიტეს კიდეც მთელ თავის ოჯახთან ერთად. მაშასე, რომელ საიმპერატორო არმიაზეა ლაპარაკი? რა ხდებოდა 1918 წელს ლატვიაში? სანამ ამას ვიტყოდეთ, უნდა გაჩვენოთ მეორე დაფა, რომელიც აგაჩნდა კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 3 წელია რაც ეს დაფა დამონტაჟდა. და როგორც ხედავთ, აქ არის უკვე 4 გვარი ჩამოთვლილი. ეს არის ეფრეიტორი სოკოლოვი, ეფრეიტორი შოპინი, ტარასკინი გავრილა და ტოლკონოვი მიხეილი, რომლებიც დაღუპულები არიან 1917 წელს. მაგრამ 17 წლის შემოდგომაზე. როგორც გითხარით, როგორც მოვილაპარაკეთ და როგორც ისტორიიდან ვიცით, არც 1917 წლის შემოდგომაზე არ ყოფილა რუსეთში იმპერატორი. იგი უკვე ტობოლსკში იყო, ციმბირში და ელოდებოდა თავის ბედს, როგორ გადაწყვეტდნენ მის ბედს მენშევიკები თუ შემდეგ ბოლშევიკები. მაშასე, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი რუსეთის საიმპერატორო არმიის წევრები? 1917 წელს, როგორც 1918 წელს მიდიოდა აქ, მათ შორის ლატვიაში მიდიოდა მსოფლიო ომი და ევროპის დიდ ნაწილში. ლატვიის ძალიან დიდი ნაწილი, ძირითადი ნაწილი ოკუპირებული ჰქონდა გერმანიას, რიგა კონკრეტულად ოკუპირებული ჰქონდა გერმანიას, მაგრამ უკვე 1917 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთში მოხდა პირველი რევოლუცია და იმპერატორი გადადგა, რიგაში გერმანიის ოკუპაციის პირობებში შეიკრიბა სრულიად ლატვიის ყრილობა და გამოაცხადა მოთხოვნა, დააფიქსირა თავისი მოთხოვნა ლატვიის დამოუკიდებლობის შესახებ. სანამ მიდიოდა მოლაპარაკება გერმანელებთან, სანამ მიდიოდა მოლაპარაკება რუსეთთან, რუსეთის მენშევიკურ მთავრობასთან. რა პირობები და როდის უნდა გამოეცხადებინათ კონკრეტულად ლატვიელებს დამოუკიდებლობა, მათ პარალელურად დაიწყეს ზრუნვა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე და ჩამოაყალიბეს შეიარაღებული რაზმები. რაზმები, რომელთაც შემდეგ რეალურად მოუწიათ ლატვიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. განსაკუთრებით აქტიური ბრძოლა მიდიოდა 1919 წელს, როდესაც ერთ ფრონტზე ებრძოდნენ გერმანელებს და მეორე ფრონტზე ებრძოდნენ რუსებს. ოღონდ რუსეთის ეგრეთ წოდებულ მენშევიკურ თეთრ არმიას, რომელიც საკუთარ თავს დიახაც სწორედ საიმპერატორო არმიას უწოდებდა. საბოლოოდ ლატვიელებმა მოიპოვეს გამარჯვება, დააარსეს საკუთარი დამოუკიდებლობა, დააარსეს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც იარსება 22 წელს და
დე-ფაქტო გაუქმდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინი შემოიჭრა ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. რატომ მოვყევი ახლა მთელი ეს ისტორია გეოგრაფიით? იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ პუტინმა გააკეთა ერთი ძალიან საყურადღებო განცხადება, რომ რუსეთი თურმე არის ყველგან, სადაც კი ოდესმე რუსი ჯარისკაცს დაუდგამს ფეხი. Ოდესმე. Ну, знаете, у нас есть такое старинное правило. Там, где ступает нога русского солдата, то наш. და მაინც საიდან გაჩნდა ეს საფლავი? როგორც გითხარით, ამ ქალაქში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ ინფორმაცია ვიპოვნე რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ აქედან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყეში აღმოაჩინეს 4 რუსი ჯარისკაცის საფლავი. და აქაურმა ადგილობრივმა ლატვიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოღონდ რუსების დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს მშვენიერი პროპაგანდისტული საბაბია იმისთვის, რომ აქ центральურ სასაფლაოზე, центральურ შესასვლელში დაარსეს мемориალი. На территории Латвии находятся многочисленные захоронения русских воинов. В частности, здесь, в Саукрастах, на кладбище Петерупа, есть небольшая братская могила, в которой похоронены воины русской армии. Როგორც ხედავთ, ეს არის სწორედ მემორიალი და არა საფლავი, იმიტომ რომ ამ ხელა საფლავს ლატვიაში თქვენ მეორეს ვერ იპოვებთ. ეს არის მემორიალი იმისთვის, რომ მომავალი თაობის რუსები აქ მოვიდნენ და თქვან, უი, სწორედაც რომ რუსეთი ყოფილა ლატვია, იმიტომ რომ ჩემს წინაპარს 1917-18 წელს უბრძოლია ლატვიაში და გონიათ ამას არ იტყვის, აუცილებლად იტყვის, როგორც კი საბაბი მიეცემა. რატომ ლაპარაკობს პუტინი ასეთებს? იმიტომ რომ შეიქმნას ლეგალური საფუძველი, ისტორიული საფუძველი, რომ ოდესმე როდესაც ექნება ამის ადგილი, ან მის იმპერიას ექნება ამის ადგილი, მოვიდეს და თქვას, რომ დიახ, ლატვია სწორედ რუსეთია. იმიტომ რომ აქ იბრძოდნენ რუსეთის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცები 1917-18 წლებში, მაშინ როდესაც რუსეთს აღარ ყავდა უკვე იმპერატორი. ლატვია რუსეთია, იმიტომ რომ აქ იბრძოდნენ წითელი არმიის ჯარისკაცები 1940 წელს, იმისთვის რომ დაებრუნებინათ ლატვია რუსეთის შემადგენლობაში. ლატვია რუსეთია, იმიტომ რომ 1944 წელსაც აქ იბრძოდა წითელი არმია. ლატვია რუსეთია, იმიტომ რომ პეტრე პირველმა აქაურობა ომის შედეგად წაართვა შვედებს. და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას საქართველოსთან? პირდაპირ და უშუალო. ზუსტად ისევე როგორც ლატვიაში. პუტინი იქნება თუ ვინც იქნება მის ნაცვლად, იტყვის რომ საქართველოს რუსეთია. მხოლოდ იმიტომ რომ 2008 წელს საქართველოში იბრძოლა რუსი სალდატმა. იმიტომ რომ 1993 წელს სოხუმში იბრძოლა რუსი სალდატმა, რომ 91-92 წლებში ცხინვალში იბრძოლა რუსი სალდატმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსული პროპაგანდის და უკვე მისი ნაშიერი ქართული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ თურმე სამხრეთ საქართველოს არ იქნებოდა საქართველოში, რუსს რომ არ ებრძოლა მე-19 საუკუნეში მისთვის, რომ რუსმა შეუერთა სწორედ საქართველოს აჭარა და რუსმა შეუერთა საქართველოს სამცხე-ჯავახეთი. რეალურად რუსული იმპერიის რუკაზე სიტყვა საქართველოს საერთოდ არ იკითხებოდა. საქართველო არ არსებობდა, არსებობდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. და თუ რუსი სალდატმა იბრძოლა აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის, იბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაეზარდა მისი იმპერიის საზღვრები, რუსის იმპერიის საზღვრები და არა საქართველოს. თქვენ იკითხავთ, კარგი, პუტინი ამას იტყვის, მაგრამ ჩვენ თუ იგივე დე-ფაქტო ხელისუფლება დარჩა თბილისში, რომელიც არის დღეს, ზუსტად ისევე დაუგებთ ფიანდას ახალმოსულ რუსს, როგორც დაუგეთ 2019 წელს გავრილოვს. ზუსტად ისევე ჩავსვამთ მას სპიკერის თუ მთავრობის თავმჯდომარის სავარძელში, როგორც ჩავსვით გავრილოვი 2019 წელს. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. და ბორინკა ივანაშვილი ძალიან დიდი მზად ყოფილთ. ბოდიშსაც მოუხდის ყველა რუს დედას, რომლის შვილის დაღუპულა 2008 წელს, 1993 წელს, 1991 წელს, 92 წელს. ბოდიშს მოუხდის იმისთვის, რომ მათ იბრძოლეს საქართველოსთვის, ბოდიშს მოუხდის იმისთვის, რომ იომეს საქართველოში და ბოდიშს მოუხდის იმისთვის, რომ საქართველომ ოდესმე იფიქრა საკუთარ დამოუკიდებლობაზე. ეს იყო ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.